რადიო იმედის ეთერშია პოლიტიკა. თეა სიჭინავასთან ერთად. დღემ მშვიდობისა, თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეა სიჭინავასთან ერთად, საუბრობთ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში. ჩვენი ბოლო შეხვედრიდან საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მთელი ერთი კვირის განმავლობაში, ბევრი რამე დაგროვდა სასაუბრო და მათ ამაზე ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. ევროპელი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ლადო, მადლობთ გადაცემაში. მოგესალმებით თქვენ სვენელებს, მინდა ბედნიერი ფეხი იყოს ჯამი განახლებულ სტუდიაში, წარმატებულ სეზონს გისურვებთ და რა თქმა უნდა თქვენ გილოცავთ პირველ თქვენს ავტორო რადიო გადაცემას. დიდი მადლობა. როგორც თქვი, ჩვენი ბოლო შეხვედრა მსმენელთან რადიო იმედზე ძალიან ბევრი რამე მოხდა და საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ბოლო 2-3 დღის მოვლენებს თუ დავაკვირდებით, კიდევ უფრო აიწია ტემპერატურა თუ ოპოზიცია სურს რომ გარე ოპოზიციას არა საპარლამენტო ოპოზიცია სურს რომ აიწიოს ტემპერატურა. ყოველ შემთხვევისთვის გუშინ მაგალითად პაატა ბურჭულაძეს რო უსმინეთ, მას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორც მან განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს საღამოს 8 საათისთვის ხელისუფლება უნდა იყოს გადაბარებული. იქ როგორანაირად განვითარდება მოვლენები ამაზე არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ასეთი გეგმა აქვს. რა გეგმა აქვს იმ ადამიანებს, ვინც რევოლუციისთვის არ ემზადება? თქვენი გეგმა როგორია? თქვენ უკვე ახსენეთ, რომ მე პოლიტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობ, ევროპელი სოციალისტები და თავის დროზე ქართული ოცნების ფრაქციიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ მე მაშინდელ უმრავლესობის ლიდერთან მქონდა დეტალური საუბარი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და მე მაშინვე ვამბობდი, რომ 4 ოქტომბერი არის რადიკალური ოპოზიციის თარიღი, კიდევ ერთი თარიღი, რომელზეც მათ საკუთარი რევოლუციური გეგმები უნდა აეწყოთ, თუმცა იცით თქვენ, რომ შვედობიანი დაამატეს დამხობა, სწორე შინაარსი იგივეა, უნდა გადაწვან შენობები, აიღოთ შტურმით, ახლა ნეპალის მაგალითი მოეწონა და თლად პირდაპირ ადამიანის ფიზიკურ განადგურებაზე და მათი ქონების გადაწვაზე არიან გადასულები, ყოველ შემთხვევაში ანონსებდნენ და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობს, კარგად იცის ის გეგმები, რაც ოპოზიციას ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ არც სახელმწიფო და ამ შემთხვევაში არც ქართული ხალხი იმ გეგმას, რომელიც სამწუხაროდ არსებობს, მათ შორის ხარდაჭერილია ქვეყნის გარედან პოლიტიკურადაც, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის მათი მხარდაჭერი განცხადებები ქვეყნის გარედან, გარკვეული სახელმწიფოების ელჩების ქმედებები, განცხადებები, შეხვედრები, მათ შორის იცით თქვენ რომ იგივე წინა დღეს ვიდრე ელენე ხოშტარია მიზან მიმართულ დანაშაულს ჩაიდენდა იმისაც, რომ სახელმწიფო იძულებული გამხდარიყო ის დაეპატიმრებინა მანამდე რა ნაბიჯების გადადგეს ჯაფარიძემ, გვარამიამ, მელიამ და ასე შემდეგ ისევე ესეც იმ გეგმის ნაწილი იყო, რომ არჩევნების დროს ასე ვთქვათ ვინმეს ეთქვა ყალებში რომ ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრა ხელისუფლებამ, თუმცა რა თქმა უნდა არავინ მოიკითხავდა რა იყო ამის მიზეზი განსაკუთრებით ეს ქვეყნის გარეთ, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, თქვენ იცით რომ არაერთმა. თუმცა ეს მხარდაჭერები, არ ვიცი ხომ ჩემი დაკვირვებით ისეთივე აქტიური არ არის, როგორც მაგალითად წინა შემთხვევებზე იყო იგივე კანონთან დაკავშირებით, ან 28 ნოემბრის მოვლენებს თუ გადავხედავთ, ან თუნდაც საპარლამენტო შედეგებზე რაც იყო. ნახეთ, აქაც არის ქართული ხალხის სიბრძნე, ანგარიშ გასაწევი და სახსენებელი აუცილებლად, რადგან გახსოვთ იგივე კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე მეორე ჯერზე როცა კანონმდებლობა მივიღეთ და ახლა უკვე როცა ჩვენი მოწვევის პარლამენტმა მიიღო დამატებითი კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული ფარა მივიღეთ და ოჯახური სიწმინდეების და არასოწონობის დაცვის კანონი გახსოვთ რომ ასევე სამიზნე გახდა ევრობიუროკრატიის და არა ევროკავშირის, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ არსად ასეთი ჩანაწერი რომელიმე ქვეყანას რაიმე ვალდებულები კონდეს ამ მიმართულებით არ არსებობს, თუმცა რატომღაც საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენს კანონმდებლობა უნდა გავაოქმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არც თურმე ევროკავშირში არ მიგვიღებენ, თუ ჩვენ სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ქართულ იდენტობას, ქრისტიანულ ღირებულებას დავიცავთ, პირიქით შეიძლება იცით თქვენ რომ მათ შორის თითქოს რაღაცა გვაშანტაჟებენ, თლად მუხარას ვერ დავარქვეთ, უფრო შანტაჟი ეს იგივე უზეიმოსლასთან დაკავშირებით, აქაც თუ დრო გვექნება მე ბუნებრივია. გეტყვით რა ეტაპზე ვართ ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, როცა შემცირდა დაფინანსება და შემცირდა მარტივი მიზეზის გამო, რომ მოვითხოვეთ ამ თანხების გამჭვირვალობა. ძალიან მარტივად, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას დღესაც შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გრანტი, ოღონდ უნდა დაასაბუთოს მანაც და დონორმაც რას ნიშნავს ეს, მიიღოს სახელმწიფოს შესაბამისი თანხმობა და კანონის მიხედვით გაიხარჯოს ეს თანხები. და არა ისე რომ ძალიან კარგი კეთილი მიზნებისთვის ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა ჩვენს ქვეყანაში, USAID იცით ამერიკამ თავად გააუქმა, იგივე ეხებოდა ნეტსაც, იგივე ეხება მათ შორის სხვა ევროპულ ფონდებსაც, რომლებიც აღმოჩნდა რომ ძალიან კეთილშობილი მიზნებისთვის გამოყოფილი თანხები ხმარდებოდა სავარაუდო დამნაშავეების ჯარიმების გადახდას,
აღჭურვილობის შეძენას, ინფრასტრუქტურის მომზადებას და ასე შემდეგ, რაც ვიხილეთ კიდევაც 5 ძალიან მძიმე ფაქტობრივად დღე-დაღამე ბრძოლა საქართველოს პარლამენტის წინ დაშავებული პოლიციელები, მოქალაქეები, ჟურნალისტები და ასე. რა თქმა უნდა, ეს მუხტი ასეთი ძლიერი მათი მხრიდან აღარ და ვეღარ არის მარტო იმის გამო, რომ გაიშიფრა ეს გეგმა, თუმცა ახლა არის ახალი გეგმა, ახალი თარიღი 4 ოქტომბერი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციამ ასე გაანაწილა როლები. მათი ნაწილი იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაციონალურ მოძრაობა ძველიც და ახალიც არ იღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას და საუბრობს ბოიკოტზე, თუმცა ახლა ახსენეს, რომ რეგიონებში სიარული უნდა დაიწყოს, საბოლოო ჯამში არჩევნებთან ახლოს, ან ღიად საჯაროდან სხვა არხებით, ასე თქვა, თავის პარტიულ აქტივს ეტყვია, რომ ხმა მაინც მიცენ რადიკალური ოპოზიციის იმ პარტიებს, რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მათ შორის ლელოს და გახარიას მიუხედავად ასე თქვა ამ განაწილებული როლებისა და მე იტყვიან, რომ აი ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღეთ, იმიტომ რომ ხელისუფლება გააყალბა, აი ეს ხალხი ვინც დაიჯერა, რომ არჩევნები არ გაყალბდებოდა და არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა, ახლა ყველა პარტია ისევ ერთად დგავართ. კლავ 4 ოქტომბრის მერე 4 ოქტომბერზე ვსაუბრობ თვითონ უშუალოდ კეჭის დღეზე და რადგან კიდევ ერთხელ გაგვიყალბეს ასე თქვა არჩევნები, მოდი დავამხოთ ხელისუფლებამ მშვიდობიანი დამხობა. ეს არის სცენარი, რომელიც დიდი ხანია სხვა შორის. არ დავიჯეროთ იმ დაპირისპირების, რომელიც ოპოზიციის შიგნით არის, აქეთ თალკე ლელო გახარია, ასე ვთქვა, დაუპირისპირდა ნაციონალურ მოძრაობის რამდენიმე განშტოებას, ისინი აქეთ მოკლედ ყოველ შემთხვევაში რასაც ჩვენ საჯაროდ ერთი სისტემიდან ოპოზიციული ელექტორატი ერთი სისტემიდან ხდება. რა თქმა უნდა, ამათ უნდათ, რომ რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციური ხმა წაიღონ იმ პარტიებმა, რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, რევოლუციის ფლაგმანი უნდა იყოს ძველი და ახალი ნაციონალური მოძრაობა და არა ჯაფარიძე და ხაზარაძე, ან გაქცეული გახარია. არამედ ესენი უნდა იყვნენ, ამიტომ ისინი ცდილობენ მათანაც საზოგადოების თვალში აჩვენონ, რომ ისინი ყველაზე მეტად რადიკალები არიან, თუმცა რა თქმა უნდა, არავინ არ ეტყვის მათ უარს მერე 4-20 საათის მერე ერთად დადგნენ ასე ვთქვათ მიტინგზე. დარწმუნებული ხართ ამაში იცით რატო გეკითხებით, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ახლა აქციებს, სადაც მაგალითად გამოჩნდებიან ხოლმე ლელოს ლიდერები, როდესაც უნდათ მათ ხარდაჭერა გამოუცხადონ რაღაც პროტესტის სულისკვეთებას, მაგრამ იქ ინციდენტები ხდება. გრიგოლ გეგელიას შემთხვევა გვახსოვს, ხო, როგორ გააძევეს ის აქციიდან. თქვენ ამბობთ, რომ ამის მიუხედავად, კარი ისევ იქნება ღია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ლელო გახარია? დიახ, ნახეთ, აქ ხო იმაზე არ არის საუბარი, რომ ყველა თავიანთ ხარდამჭერს ან აქტივის გეგმას შესახებ გააგებინებენ და ეთქვია, რომ ახლა გეგელია ძალით ეჭხუბეთ, ვიღაცას კრიტიკული პოსტი დაუწერეთ და ასე. ეს ხო პროცესია, მიდის, მაგრამ ნახეთ, ორი მიმართულებით მიდის პროცესი. ერთი, თითქოს შედარებით რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არჩევნების გზით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და აი ამ რენომეს ინარჩუნებს, ასე თქვა, რომ ისინი უარს ამბობენ სისხლიან რევოლუციაზე, მაგრამ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და ქმნიან პრეცედენტს იმისას, რომ რა თქმა უნდა, როცა გაცილებით უარე შედეგებს მიიღებენ დამასკვლევებით საჩვენებს, ვიდრე ოპოზიციამ წინა არჩევნებზე მიიღო, იტყვია, რომ არჩევნები გაგვიყალბეს და მეორე ნაწილი რადიკალური ოპოზიცია იტყვის, რომ აი ხო ვამბობდი ჩვენ ამიტომაც არ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობას, რომ მას გააყალბებდნენ, ამიტომ რადგან არჩევნები კიდევ ერთხელ გაგვიყალბეს წყალებში და შემდგომი არჩევნები ეგერ იქნება 2028 წელს, მოდი ამდენი წელი აღარ დავიცადოთ, დღესვე დავამხოთ ხელისუფლება. სხვა შორის თქვენ იცით, რომ ერთი წელი გავიდა ხელისუფლების დამხობა რამდენად ახო არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი. იმ ადამიანებს, ვისაც აქვს პოლიტიკასთან შეხება, ხო შეიძლება აქციის მონაწილეებს, რიგით მონაწილეებს, რომლებიც იქ დგანან. ასე დეტალურად ვეწარმოუდგენიათ, ხო, როგორ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით. ანუ ეს ხო არ არის საპარლამენტო არჩევნები, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნებით ცენტრალური ხელისუფლება არ იცვლება. თვითმმართველობის არჩევნები თulis ადგილობრივ სამაგერო ცენტრალური ხელისუფლებაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც იცვლება სისხლიანი რევოლუციით. ხო, აი ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობით. როცა ბუნებრივია, არავინ დაუშვათ თუ მთავრობა დაამხეს, პარლამენტი დაგშალეს, გადაგწვეს ან ამოგწვეს იმ შენობაში დეპუტატები ჩვენი მანდატებიანად, არავინ არ დატოვეს არჩეულ საკრებულოებს, მაგალითად ნამხულოში ან ლაგოდეში. ხო ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველგან შეიცვლება. აი, პატა ბურჭულაძემ თქვა გუშინ ესეთი რამე, 8 საათზე ხელისუფლება იქნება გადაბარებელი. ხო არა, დილიდან ხო არ დავიწყოთ რა ვიცი. ალბათ დილიდან დაიწყებს ზადებას, არ ვიწყობ შობს. ამიტომ გითხარით, ნახეთ რატო არის 8 საათი. ნახეთ, ანუ თქვენ რამდენად სერიოზულად იღებთ 4 ოქტომბრის იმ გეგმას, რომელიც გაცხადდა, რევოლუციურ გეგმას. თქვენ ან ხელისუფლებამ რამდენად სერიოზულად უნდა მიიღოს ყურად? მე გაცილებით ადრე მივიღე ეს გეგმა სერიოზულად და ვახსენე კიდევაც ეს თემა და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაც ამ ყველაფერს სერიოზულად უყურებს, იმიტომ რომ ეს საფრთხეები ხელისუფლებამ არაერთხელ აიშორა. და
აიშორა დაიცილა სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა სერიოზული დამოკიდებულება, სერიოზული მიდგომა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. გავიხსენოთ 2022 წელი გახსოვთ თქვენ, ხო, მათ შორის როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგცეს სრულიად უსამართლოდ რამხელა პროტესტი მოყვა ამ ყველაფერს. გავიხსენოთ მანამდე 2020 წლის არჩევნები, როგორ განვითარდა მოვლენების სცენარი, რომელიც 2024 წლის არჩევნებთანაც იყო დაკავშირებული, ხო, როცა სამართლიანი არჩევნებმა ვეღარ გაბედა, გაეყალბებინა პარალელურად, მაგრამ საერთოდ არ გამოაქვეყნა, იმიტომ რომ ერთ-ერთზე ემთხვეოდა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. 2020-ში დაემთხვეოდა ეგრეთ წოდებული სერბული მოდელი რო არ გამოიყენებინათ პარალელურ დათვლის და შეგნებულად მიზანმიმართულად არ შეეცვალათ მონაცემები, იმიტომ რომ შენ ბათილი ბიულეტენებიდანაც ითვლი ნამდვილ ხმებს. რა თქმა უნდა, პროცენტი იქნება განსხვავებული და ვიდრე ის სურათი არ უნდათ რაც მიიღეს, გახსოვთ თქვენ თეთრ-დეკემბერს 51 დღეს კენჭისყრიდან ვიდრე მხოლოდ ოცნება არის და პარლამენტში თავკუთარი შეცდომად წყალებში ასე თქვა და არ უღიარებია. ეს დაახლოებით იგივე სცენარი იყო, რაც 2024-ში უნდა ყოფილიყო, როცა წარმოიდგინეთ ქართულმა ოცნებამ 89 მანდატი აიღო ამ არჩევნებზე და 61 მანდატი აიღო ოპოზიციამ. წარმოიდგინეთ ახლა ჩვენს გარდა, ასე ვთქვათ, კონსტრუქციული ოპოზიციის გარდა კიდევ 61 ოპოზიციონერი, რადიკალური ოპოზიცია, ასე თუ გაყოთ იჯდეს პარლამენტში. როგორი პოლიტიკური ცხოვრება იქნებოდა, ხო? ეს დაპირისპირება, დებატები, კამათი, ჩხუბი და ასე შემდეგ ყველაფერი იქნებოდა პარლამენტის კედლებში. ეს არ უნდათ ქუჩიში იყოს ეს პროცესები. დაპირისპირება ახლა იარაღზე დაიწყეს ლაპარაკი, კვლავ დაიწყეს საუბარი საკრალო სხვერპლზე, ყოველდღიურად ცდილობენ მეტი და მეტი გეგმა შეიმუშაონ, ასე ვთქვათ, რომ რაც შეიძლება უფრო დაპირისპირებული, დაძაბული შეხვდეს მთელი ქვეყანა 4 ოქტომბერს. მაგრამ აი როგორ ხდება მთელი ქვეყანა 4 ოქტომბერს ლიდერები, რომლებიც შეიძლება ამ პროცესის ავანგარდში მოიაზრებოდეს, თავად ოპოზიცია ფიქრობდეს, ესე ოპოზიციური ელექტორატი ან პროტესტის მონაწილე ხალხი არიან დაკავებულები. აი ბოლოს ლენე ხოშარიაც დააკავეს. ხო, აი მოდით ახლა ამ ლოგიკას განავრცელოთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ არის მოსაზრება, რომ ადამიანებს ლევან ხაბეიშვილსაც, ლენე ხოშარიას განსაკუთრებით, რომელმაც დაკავებამდე, ანუ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გადაწყვეტა, რომ მოეწყო ეს პერფორმანსი, რომ დაეზიანებინა კახკალაძეს არჩევნო ბანერი. ეს გააკეთა შეგნებულად იმისთვის, რომ არის ვერსია, მათ თავი დააკავებინეს. შეუძლებელია მათ არ ცოდნოდათ, რომ ან ერთი ან მეორე შეიცავდა სიხსამართლის დანაშაულს და ამისთვის პასუხისგებლობა იქნებოდა გათვალისწინებული და შეუძლებელია მათ არ ცოდნოდათ, რომ ისინი აღმოჩნდებოდნენ საპატიმროში, მაგრამ ეს მოხდა მიზანმიმართულად. აი ამის მიზანი რა შეიძლება თუ იზიარებთ ამ ლოგიკას მართლა რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზანი? საბოლოო წერტილი რა იქნება ამ ყველაფრის? საბოლოო მიზანი არის ის, რაც ითქვა 4 ოქტომბერთან მიმართებაში, თუმცა რადგან შარშანდელი რევოლუცია ჩავარდა, როცა ეს ადამიანები იყვნენ ავანგარდში ამ პროცესების, ისინი მართავდნენ ამ პროცესებს, მალევე მე გახსოვთ თქვენ, რომ თავად მოუწიათ კულისებში გადასვლა, იმიტომ რომ თავად ლიდერები და თავად პოლიტიკური პარტიები აღარ სარგებლობენ იმ დობით, იცით სარგებლობდნენ, თუნდაც არჩევნების დღესაც კი 26 ოქტომბერს, როცა საზოგადოებას თავად დააჯერეს, რომ ეს არჩევნები ჩატარდებოდა სამართლიანად, ჩატარდა კიდევაც და იმის გამო, რომ მოლოდინები ვერ გაამართლეს, დახარჯული 100 მილიონი დოლარი, მიღებული ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუციები, მხარდამჭერები, საელჩოები და ასე შემდეგ და აღმოჩნდა, რომ ქართულთა ხალხთან კიდევ ერთხელ დამარცხდა რადიკალური ოპოზიცია, ამიტომ დაიწყეს საუბარი არჩევნების გაყალბებაზე, ვერაფერი ვერ ქნეს, მე გახსოვთ თქვენ პრემიერ-მინისტრის განცხადება 28 ნოემბერს, რომელიც ახლა კიდევ ერთი მიზეზი გახდა საბოლოო დაპირისპირების და მაშინ ფაქტობრივად ყველაფერზე წავიდნენ საიმისოდ, რომ მაშინ რევოლუცია მოეხდინათ. ახლა ნახეთ, ამ პროცესებს უკვე აღარ აყავს ის ლიდერები, რომლებმაც ვერ გაამართლეს. ახლა ეს ლიდერები ციხეში არიან, ოღონდ თვით დაკავებულები არიან და მიზანმიმართულად იმისათვის, რომ თქვან, რომ აგერ პოლიტიკურმა ლიდერებმა მეტი რა უნდა გააკეთონ, ციხეში წავიდნენ ხელისუფლებასთან ბრძოლის პერიოდში და აი ციხეში ეს ხალხი და აი მეტი რა უნდა ქნან. მოდი ახლა სხვა მაიღოს ეს ძალაუფლება. თუმცა რეალურად ძალაუფლება, მხარდაჭერა, დაფინანსება, ორგანიზება მაინც პოლიტიკური ძალების არის, ხო? გუშინ თამარ ჩერგოლეშვილი ამაყობდა, რომ 13 სექტემბრის აქცია ჩვენ 8 პარტიამ დავაორგანიზეთ, ხო, ნახეთ, აი რამდენი ხალხი მოვიდა და ასე შემდეგ. თითქოს წინ წამოწეული ახალგაზრდები, სამოქალაქო სექტორი, მედია, არანაციონალური მოძრაობა, არა მათი ლიდერები, რომლებმაც ვიცით ერთხელ რა სიკეთეს მოუტანებს წყალებში ამ ქვეყანას და სინამდვილეში რამდენი უბედურება დაკარგული ტერიტორიები და ასე შემდეგ, არამედ ქართველი ხალხი, რომელსაც არავინ არ აყავს ლიდერი, რუსი ბანი, პაატა ბურჭულაძის გარდა.
ხო, რომელიც ასევე საბოლოო ჯამში იმავე სცენარს ახმოვანებს, რაზეც არის საუბარი, რომ თუ ბევრი ვიქნებით და გვექნება იმის რესურსი, რომ პარლამენტში და კანცელარიაში შევარდეთ და რესურსი რომ დავწვათ სახელმწიფო შენობები და დავწვათ პოლიტიკოსების სახლები თუ ქონება თუ არ ვიცი რა, მაშინ მივიღებთ იმ სცენარს, რაც მოხდა ნეპალში და ნეპალის სცენარი უფრო აწყობთ, იმიტომ რომ იქაც პარტიები არ იყვნენ წინა პლანზე, ახალგაზრდები იყვნენ, ეგრეთ წოდებული ჯენზითაობა, თუმცა რა ხდება ნეპალში და რა იქნება კიდევ მომავალში, თავად ნახავენ, ისევე როგორც ყველა იმ ქვეყანას, სადაც რევოლუცია მოხდა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში თავის დროზე, ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში და მანამდე გახსოვთ ყველას არაბული გაზაფხული და ასე შემდეგ. ამიტომ, რადგან მათ იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, რჩებათ ერთადერთი გზა. ეს არის სისხლიანი რევოლუცია, რომელსაც ახლა მშვიდობიანი დამხობა დაარქვა ხაბეიშვილმა. თუმცა დამეთანხმებით ხაბეიშვილი გარეთ იქნებოდა თუ არ იქნებოდა 4 ოქტომბერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მისთვისაც ჯობია ციხეში იყოს და თქვას რომ აი ახალგაზრდა კაცი და პოლიტიკოსი დაიჭირეს, მეგონება დანაშაული არ ჩაუდენია. იგივე ელენე ხოშტარია, რომელმაც ძალიან კარგად იცის და მინდა შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს, რომ საარჩევნო ბანერიც არის საკუთრება. ისევე როგორც ჩემი თქვენი ნებისმიერი საკუთრება, რომელიც არ უნდა დაგვიზიანოს არავინ, თუ დააზიანებენ, უნებრივია, უნდა აგონ პასუხი. ამ სცენარისკენ მივდივართ, თქვენ იცით რომ იგივე მელიქიშვილზე როცა კახაკალაძის ხარდაჭერის შტაბი გაიხსნა, მარშრუტი შეცვალეს, მანამდე კოსტავათი დადიოდნენ და იმ გზით მიდიოდნენ პარლამენტთან 20-30 კაცი, მერე დანარჩენები შეუერთდებოდნენ და როგორც კი ეს გაიხსნა, გაჩნდა ახალი დაპირისპირების წერტილი და რაც იმ შტაბის წინ ხდება ყოველ საღამოს, ამას ხედავს და ესმის საზოგადოებას. ულიდეროდ დარჩენილ ამ პროტესტს რომელსაც თქვენ თვითონვე ამბობთ, რომ ლიდერის გარეშე, პოლიტიკური ლიდერის გარეშე პროცესები არ არის მათთვის ისეთი წარმატებული, როგორც მათ აქვთ გეგმაში. ან ულიდეროდ დარჩენილ პროტესტს. პირიქით, ახლა შეიძლება უფრო იყოს წარმატებული მათი აზრით და მათი დამკვეთების აზრით პროცესი, იმიტომ რომ მაგახეთ დეკემბრის ამბების დროს ყველა გარეთ იყო. ჯაფარიძეც, მელიაც, მეორე ჯაფარიძეც, ხაზარაძეც, ღარამია და შენ. ამ პროტესტის ავანგარდში იყოთ, თუნდაც იმ ნოემბერ-დეკემბრის პროტესტში ისინი პატიმრობაში არიან, ხო? ხო, და ამას ვნახეთ, როცა ისინი ავანგარდში იყვნენ, ამან არ გაამართლა და შეიძლება ვიღაცა დამკვეთი ფიქრობს, რომ არ გამართლეს, იმიტომ რომ ეს ისახეები არიან, ვისაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებლები არიან და ახლა ვთქვათ, რომ საუბრობთ ეგრეთ წოდებულ სინდისის პატივრებზე, რომლებიც თურმე მინისტრები უნდა გახდნენ ციხიდან, როგორც კი გამოვლენ. არ ვიცი პაატა ბურჭულაძის რა პოზიცია აქვს, რა თანამდებობაზე ჩამოყალიბდა, თავის დროზე პრემიერ-მინისტრობა უნდა დამახსოვს 2016 წელს საკუთარი პარტია შექმნა. ხო, არ ვიცი, ხო, შეიძლება მაგ ითქვას, რომ არავინ არ არის ხმა კარგი მაგ და ბოლო-ბოლო მე მიხედა ამ ქვეყანას, არ ვიცი. მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ კიდევ ერთი რევოლუციის სცენარი არის ახლა უკვე ლიდერების გარეშე, საიმისოთ, რომ იქნება ყველაფერი ქართულ ხალხს დაბრალდეს. და ამ სცენარით წავიდეთ და არა იმით რომ დავშვათ იგივე ოპოზიციური რვიანი ან ძველი და ახალი ნაციონალური მოძრაობა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუნდაც იგივე როცა ჩვენ საუბრობთ ლელოზე და გახარიას პარტიის გაერთიანებაზე, აქაც გამოჩნდა რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა არის ერთგვარი შირბა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 64 მუნიციპალიტეტიდან ხოლო 37-ში დაასახელეს მერობის კანდიდატები. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პარტიას, რომელსაც იმის რესურსი არ აქვს, რომ რაიონში მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოძებნოს, რომელსაც მერად დაასახელებს, ამის რესურსი არ აქვს და რამეზე აქვს პრეტენზია. აქაც ფორმალურად არჩევნებში მონაწილეობაზე არის საუბარი, იმაზე რომ თქვან, რომ აი ჩვენ ვარ ვიყავით რადიკალები, ხო შევედით საარჩევნო პროცესში. აი კიდევ არჩევნები გავიყავით. იგივე კონტექსტი შეიძლება იგივე. თქვენ ცოტა სხვანაირად ჩამოაყალიბეთ ასე იმის სხვა ვერსია მსმენია, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ანუ რატომ მოხდა მიზანმიმართულად კანონის დარღვევა იმისთვის, რომ შემდეგ მაგალითად ელენე ხოშტარია ან ლევან ხაბეიშვილი დაეკავებინათ. ერთ-ერთი ასეთი ვერსია, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ემხრობა მდგომარეობს იმაში, რომ აი მაგალითად იციან, რომ 4 ოქტომბერს ყველაფერი წინასწარ იქნება ესე ვთქვათ, ისევ წარუმატებელი განწირული მით უმეტეს თუ ხელისუფლებამ გაშიფრა ყველა სქემა, რომლითაც ხდება რევოლუციის დაფინანსება. ამ წარუმატებელ პროცესთან რო არ მოხდეს ასოცირება, მათ გადადგეს ეს ნაბიჯი, რომ თავი დააპატიმრებინეს, რომ ამ პროცესს მერე არ იყოს ამ პროცესზე პასუხისმგებელი. ანუ თითქოს შეგნებულად გაემიჯნენ, ოღონდ ამ გზით, რომ ვერც ვერავინ დააბრალებს მაგალითად ხაბეიშვილს, რომ ან ელენე ხოშტარიას, რომ ამ პროცესისგან გავიდა, იმიტომ რომ საპატიმროში იყო, მაგრამ პლუს მასზე პასუხისმგებლობაც არ იქნება იმ კრახზე, რომელიც შეიძლება მორიგად დადგეს 4 ოქტომბერს. აი ამ ვერსიას თუ აქვს არსებობის უფლება? ხო, რა თქმა უნდა, ამ ვერსიასაც აქვს. მე სწორედ ამას გულისხმობდი, რომ მათთვის ერთი მხრივ შესაძლებელი ეს ვერსია იყოს, რასაც თქვენობდი, იცი რამე ციხეში ვიყავი და აი მეტი რა უნდა მექნა, თუმცა ძალიან კარგად იციან, რომ პოლიტიკოსები ციხეში სასარგებლოები არ არიან.
პოლიტიკოსი გარეთ უნდა იყოს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობას თუ ბოიკოტის რეჟიმში იქნება თუ რევოლუციას მოამზადებს გარეთ უნდა იყოს, ხო? მით უმეტეს თუ იცის ლევან ხაფეიშვილი და ელინე ხოშტარია მესნებიჯი არ უნდა გადადგას. ეს მარტო საქართველოსზე ხო არ არის გათვლა არის მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე, რომ ამდენი პოლიტიკოსი ზის ციხეში. ამ საერთაშორისო პარტნიორებს ამბობთ ჩვენ რო ვახსენებთ რომ მათ შორის ამერიკაში როცა ადამიანმა უარი თქვა ნავარო მაგალითად თანამშრომლობა საგამოძიებო კომისიასთან კონგრესის 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და აკავეს პოლონეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი და ასე შემდეგ და შემდეგ ეს არგუმენტები ხო ბოლომდე არ მიდის მაგალითად ხო გუშინ ელენე ხოშტარია ჯერ დაპატიმრებული არ იყო რასა იუნიკნევიჩიანებს და დანარჩენს უკვე გაცხადები გაკეთებული ქონდა წინასწარ დაწერილი ქონდა თუ დრაასტრეს თუ უთხრეს უკვე დაგვაკავესო თუ არ ვიცი მაგრამ ეს პროცესი რო შეთანხმებულია პარტნიორებთან მათ პარტნიორებთან არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორ სახელმწიფოებთან არ მეგობრებთან არამედ მეგობრებს რო უწოდებენ თავს მეგობარი აქტი რო დაარქვეს და იცით თქვენ მადლობა ღმერთს საერთოდ არაპირებს ამერიკის სენატი ეს საკითხი განიხილოს და მით უმეტეს მიიღოს მათთან ეს პროცესი შეთანხმებულია აქაც უნდა ითქვას გარედან რომ აი ნახეთ არჩევნები როგორ შეიძლება ლეგიტიმური იყოს პირობითად როცა ოპოზიციის ლიდერები ციხეში იყვნენ ამიტომაც მიიღო ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტო და თავიდანვე ითქვა რომ ყველა პარტია რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას მათი ლიდერები იქნებოდნენ შეწყალებულები რო არავის ეთქვა და ახლა ხედავთ თქვენ რომ ფაქტობრივად ხაზარაძე და ჯაფარიძე მიუხედავად იმისა რომ შეიწყალა პრეზიდენტმა შიდა პატიურობაში არიან დარჩენილები თუ გინახეთ ან გამოსულებიან სადმე საარჩევნო კამპანიაზე მოსულებიან დედაქალაქში ან რომელიმე რეგიონში რატო ეს პროცესი მიუშვან, იმიტომ რომ ამ პროცესი მათთვის როგორ დამთავრდება იციან ძალიან კარგად. იგივე მარცხით რაც იყო შარშან არჩევნებში, შეიძლება კიდევ უფრო მძიმე მარცხით, მათ შორის დედაქალაქში. ამიტომ მათთვის უნდა ითქვას ეს რომ ჩვენ აგერ საარჩევნო პროცესში შევედით და არჩევნები გაგვიყალბეს. თავარი მიზეზი. მაგრამ არც საპროტესტო მუხტზე ჩანან თუ არჩევნები მიშვებული ყავთ თავის დინებაზე, არც მეორე მხარეს არიან წარმოდგენილი. წყალგამყოფის მეორე მხარეს არიან, ასე თქვა. ეგენი გამოჩნდებიან 4-ში. აი ჩვენ მართლა აღმოჩნდა რომ შევწდით და ეს რა გავაკეთეთ და არ უნდა წავსულიყავით იმიტომ რომ აი გაგვიყალბეს და ასე შემდეგ. ეს არის ეს ერთიანი სცენარი რომელსაც ისინი მიყვებიან და რომლის ამოცანაც როგორც გითხარით სამწუხაროდ არის 4 ოქტომბერს იქნება დარწმუნებული რომ არ იქნება თუ რომელიღაცა თარიღში გეგმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესვლის იმიტომ რომ სხვანაირად ხელისუფლება ამ ქვეყანაში არ იცვლება და შეიცვლება მხოლოდ მაშინ როცა ამას გადაწყვეტს ქართული ხალხი და არავინმე ქვეყნის გარედან ან ქვეყნის შიგნიდან გარედან დაფინანსებული თუ ხარდაჭერილი. ამიტომაც მიყვებიან ისინი ამ ლოგიკას და სხვანაირად არ შეუძლიათ რომ გააკეთოთ. თქვენ წარმოიდგინეთ თია სცენარი რომელიც 2021-ში მოხდა. როცა ყველაფერზე დათანხმდა, გახსოვთ მაშინ თქვენ ქართული ოცნება, მათ შორის 53%-იან ბარიერს და აღმოჩნდა რომ გახარიასთან ერთად კი არა და გახარიას გარეშე კი არა. გახარია რომ მოწინააღმდეგე მხარეს დააყენეს. თავისი რეიტინგით ხარდაჭერით ფინანსებით და ფაქტობრივად მაშინ გუნდს გახარია მორჯერ უღალატა ერთხელ პრემიერობიდან წასვლით და მეორე პოლიტიკაში დაბრუნებით 7% ვისი 7% წაიღო გახარიამ რა თქმა უნდა დიწილად ქართული ოცნებს ხო მაშინაც კი ოცნებამ შეძლო და 52% აიღო იგივე პროცენტი რაც იყო ფაქტობრივად 2020 წელს ანუ 2021 წლის არჩევნებმა დაადასტურა რომ არ გაყალბებულა 20 წლის არჩევნები ახლა აღმოჩნდებოდა რომ 2025 წლის 4 ოქტომბერი დაადასტურებდა რომ არ გაყალბებულა 26 ოქტომბრის არჩევნების შარშანდელი რადგან ქართული ოცნებას და მათ შორის ოპოზიციაც დაახლოებით პლუს-მინუს იმდენივე ხმებს აიღებდნენ რაც იყო წინა არჩევნებზე ევდოდირის უარიც ამის ნაწილია ამიტომ ახლა არჩევნებში გავაგზავნოთ გეტყვით ჩემ ვერსიას და აქაც იგი ლოგიკა მუშაობს ახლა რომ ჩვენ არ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა ჩვენი ამორჩეველი არ მოვიდა მაგრამ ნახეთ აი გახარიამ უფრო მეტი ხმა აიღო. ანუ გახარიას წელს შარშან გაუყალბეს, თორე შარშანაც იმდეს აიღებდა აგე რაც უნდა აიღო. ან გახარია და ლელო ერთად გახსოვთ მაშინ ისინი მესამე და მეოთხე ადგილზე გავიდნენ. ამიტომ ესაც მათი მონაწილეობაც არის ფორმალური თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთი მიზანი გააჩინონ და ახლა უკვე მათ ამორჩეველს, რომელსაც არ უნდა რევოლუცია დღესვე. და გონია რომ 4 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე მაინც არჩევნების გზით, იმ კატეგორია ამორჩევლესაც კი უთხრან როაი არჩევნებზე რო დადიხარ და გჯერა არჩევნების კიდე გაგვიყალბეს. რაც შეეხება ევთოდირს მე მათი საერთაშორისო დამკვირვებლები ტრენინგების გამივლია მათივე დაფინანსებით და არაერთ ქვეყანაში ვარ ნაყოფი, რა თქმა უნდა ისინი გრძელვადიან დაკვირვებას ვერ შეძლებდნენ, ეს იცოდნენ მათ და პირობა არჩევნების თარიღიც იცოდნენ, ვადაც, ჩვენი პირობაც, თუმცა ერთვეში მომზადება იმისა, რომ მოკლევადიანი დაკვირვება, იგულისხმება უშუალოდ კენჭისყრის დაკვირვების დღე, როგორ გაიხსნა უბანი, როგორ მიმდინარეობდა კენჭისყრა, როგორ მიმდინარეობდა დათვლა, როგორ შეჯამდა, მე უკვე საჩივრები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ამის ორგანიზება
შეეძლოთ, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა როგორც გითხარით გრძელვადიანი მეთოდოლოგიით დაკვირვება, თუმცა ერთ თვეში გრძელვადიანსაც დააკვირდებოდნენ და რა თქმა უნდა შეძლებდნენ მოკლევადიან მისიის ჩამოსვლა. კითხვაც მინდა მოვასწრო, აი, ქვეყნის შიგნით განვიხილეთ, მოკლედ, ვის რა გეგმა აქვს, ვინ როგორ უყურებს 4 ოქტომბრის მოვლენების განვითარებას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ აქცენტს, რომ ეს ადამიანები მოქმედებენ გარე დავალებებით, ანუ გარედან დირექტივების მიღებით და დაფინანსებით დგადია, იმიტომ რომ დაფინანსების სქემა, სხვა შორის, კვირას იმედის კვირას ჰქონდა ძალიან დიდი რეპორტაჟი ამასთან დაკავშირებით. აი, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკეთებს, ხო ესე? რამდენად შედის დამკვეთის გეგმებში, ანუ დამფინანსებლის გეგმებში ის, რომ ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც ამ აქციების ავანგარდში, 4 ოქტომბრის ავანგარდში უნდა იდგნენ, არიან საპატიმროში. ანუ რისთვის იხდის მაშინ ფულს? ფულს იხდის არეულობაში. ხო, მაგრამ ყოველთვის შეიძლება როლები შეიცვალოს. დამკვეთს წარმოუდგენია გარეულობა კონკრეტული ლიდერების გარეშე, ვისთან აქვს კომუნიკაცია. ხო, რატომაც არა დეკემბერში ეს ხო მოახერხეს, ხო, როცა ლიდერები წინა პლანზე არ იყო, ნახეთ, დაკვეთა, დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა, აქვს პროცესი. ხელისუფლების ცვლილების ვიღაც მოკავშირე ხო უნდა ყავდეს ნებისმიერ ფასად. სამწუხაროდ ეს გეგმა, რომელიც ახლა 4 ოქტომბერს ჩაიშლება, მე კიდე რაღაცა თარიღი დასახელდება და ასე შემდეგ, იარსებებს მანამ, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება, ვიდრე არ დამყარდება მშვიდობა, იმიტომ რომ ერთადერთი სამიზნე, რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, არის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქართულ ოცნებამ შეინარჩუნა და მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე განვითარება და წინსვლა ვერ იქნება და წარმოუდგენელია, რომ ამ ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს, ერთი ტყიაც რო გავარდეს და ერთი ნაღმიც რო აფეთქდეს და ერთი ბომბიც რო ჩამოვარდეს. ხო, ეს გავიარეთ უკვე ქართველებმა, ვიცით, ყველაზე კარგად. ახლა არის შეცვლილი როლები, რადგან ამ ვადაგასულმა პოლიტიკოსებმა ვერაფერი გააკეთეს, იქნება ციხესიმჯდომით უფრო მეტი სიკეთე მოიტანონ და სხვა ადამიანები წინა პლანზე წაწევით. თორე იცით, თქვენ მათი პარატიონობა რამოდენიმე თვიანია, გამოვლენ უკვე ახალი სცენარი ჩადგება უკვე მათი მონაწილეობით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ლადო. ლადო ბოჟაძე იყო ჩვენ გადაცემის სტუმარი, თქვენ უსმენთ პოლიტიკას, ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. დროებით.